აბა მზად ხარ ჩემი ახალი ლუკის სანახავად? კი მზად ვარ. მაშინ დავიწყეთ. ვაუ. ჟალამაზია, მე მგონი მეც მინდა. და გეტყვით იმას, რომ დღევანდელ ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნა dressing room-მა, რომელიც მდებარეობს პეკინის 9 ნომერში. ჩვენი სტუმარი გველოდება, ამიტომ წავიდეთ, ავიღოთ ჩვენი ჰაშტაგი და გაგაცნობთ დღევანდელ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს. წამომყევით. Hello Fashion TV. ანუ მოგწონს დღევანდელი ჩემი ლუკი, ხო? ძალიან. სხვათა შორის ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი. ეს ჩანთაც წამოვიღე dressing room-იდან. წამოდი ახლა გველოდება ჩვენი სტუმარი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ბატონი გივი, რომელიც გახლავთ ჩვენი ერთგული მაყურებელი და ორმაგად მიხარია ბატონო გივი, რომ ხართ ჩვენი სტუმარი და თანაც ზუსტად ვიცი, რომ მოგვიყვებით საინტერესო ისტორიებს თქვენს შესახებ. კარგით, ვეცდები. მე გახლავართ გივი ქუსიკაშვილი, მსახიობი, ღირსების ორდენის კავალერი. 44 წელი ვიმუშავე თოჯინების თეატრში. ხშირად უყურებ, რა თქმა უნდა, თქვენ გადაცემას და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ აი სულ თითქოს სიყვარულისკენ მიდის აი ეს გადაცემები და ძალიან მიხარია ხოლმე. და მეც მინდა, რომ აი ეს თემა ცოტა გავშალოთ ჩემს ირგვლივ. სიამოვნებით მოგისმენთ. მივახციე იმას აკამდე, რომ სულ მიყვარდა, მაგრამ ბოლოს რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ილუზია. ანუ გატაცება მხოლოდ ილუზია იყო, ეს გატაცება იყო მხოლოდ და მხოლოდ. და თქვენი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული ბატონო გივი ვინ აღმოჩნდა? ჩემი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული შემთხვევით აღმოჩნდა დღევანდელი ჩემი მეუღლე. მოვიკითხავთ თქვენ მეუღლეს? თეატრში ადრე მიყვარდა მისვლა რა სპექტაკლის დაწყებამდე. რომ მივედი ერთ დღეს თეატრში, ბილეთების რიგში იდგა გოგონა პატარა ბავშვით. ძალიან მომეწონა, მაგრამ ბავშვით რო იყო რაღაც უხერხულად ვიგძემი თავი და ვიფიქრე, მოდი ბავშვს გამოველაპარაკე. გამოველაპარაკე ამ ბავშვს, კითხე სახელი და შენი ვინ არის თქო? ჩემი ნათლიაო. ამოისუნთქე, გავიცანით ერთმანეთი. მე ისე მოხდა ტელეფონის ნომრების გააცვლა, როგორც ხდება ხოლმე, როგორც მე შეხვედრები და აღმოჩნდა ის, ვისაც მე ვეძებდი. თქვენი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული, ხო? ნამდვილი სიყვარული. ვერ უბედავდი, ვერ ვამბობდი ის თმაც მინდოდა. იმდენად იბნეოდი, იმდენად ვიბნეოდი, რომ ვერ ვამბობდი ან ჩემ სათქმელს და ახლა 40 წლის შემდეგ თქვენ თქვით თქვენი სათქმელი და იმედი მაქვს, რომ თქვენი არაჩვეულებრივი მეუღლეც ამ ყველაფერს გაიგებს კიდევ ერთხელ, ხო? კიდევ ერთხელ. ისი თქმა მინდა და მან იცის, რომ მეყვარს ბუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსი. ქალი, მიყვარს ქალი. ვინოც, ოღონდ არა მარნის, ყურიც, ოღონდ არა ფურნის, ყური თონის, ვინო ჭურის, ქალი მსგავსი გაზაფხულის. მგონი არაერთ ქალბატონს შეშურდება თქვენი მეუღლის, მათ შორის მეც მე მგონი. თავს ყველა ასაკში აქვს თავისი ხიბი. ნამდვილად და იმედი მაქვს, რომ არაერთი მოუწოდებ მამაკაცებს, რომ ვიყვარდეს პატივიცეთ ქალებს. ბატონო გივი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ანუ იმდენად მიყვარდაო ჩემი მეუღლეო, რომ არც ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერიო და აი როგორ გაბედეთ მაგალითად და როგორ აუხსენით სიყვარული პირველად. ძალიან მეძნელებოდა. აი ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ ერთმანეთის ზნობდა დაწუნებული ვარ ამ ყველაფერს. ზნობდა. მე იმ დონეზეც მივედი, რომ თხოვე, მოდი სამსახურში მანქანით წაგიყვან მეთქი. დამთანხმდა. ესე იგი მივხვდი, რომ უკვე საჩემოდ იყო საქმე. და სწორ დროს და სწორ ადგილას გადაწყვეტეთ, რომ აგეხსნათ სიყვარული. 40 წლიანი ურთიერთობა, როდესაც არის, ხანდახან ხდება ისე, რომ ქრება ის თითქოს გრძნობა, ყოველდღიურობაში გადადის ეს რუტინა უფრო მეტია თითქოს და აი რას ურჩევდით მაგალითად იმ წყვილებს, რომლებსაც 40 წელი და 50 წელი ერთად ცხოვრობენ და აი არა აქვს ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა, როგორც თქვენ და ქალბატონ დალის. მე ვიტყოდი, რომ ახალგაზრდობაში, როცა ვიყვარდა და ვიყვარდა ერთმანეთი, ვიყავით შეყვარებულები. შემდეგ ცოტა ასაკს რომ მივახციეთ. მაინც ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ მეგობრები უკვე. აი ახლა ამ ასაკში უკვე ვართ ერთმანეთის მომლელები, ერთმანეთის პატრონები. პირველ რიგში
მაინც ოჯახში მეუღლეების სიყვარულია გადამწყვეტი. სიყვარულოდ ზიარს უფევს ცისკამარაზეო გალაქტიონს და დავესესხები. ბატონო გივი, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან და ესეთი რომანტიული სიყვარულის ისტორია მოგვიყევით. მე ვუსურვებ ჩემ თავსაც და ჩემს ერთგულ მაყურებელსაც რომ სწორედ აი ასეთი სიყვარულის ისტორია ერთხელ მაინც ქონოდეთ ცხოვრებაში და დიდი მადლობა. აბა ესეც დავიჭიროთ და ერთი ტრადიციული ფოტო. წინ გაიხედეთ ბატონო გივი, სიყვარულით სავსე სახე თუ შეიძლება იქ თქვენ არ შეგეშლებათ და ღიმილი